News Georgia ისაუბრა Geocase-ის მკვლევარს ნიკოლოზ ხატიაშვილს, რომელმაც ისაუბრა უკრაინის მხარდაჭერის საკითხში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივებზე. Დეტალში რაც მოხდა, რა თქმა უნდა, მარიყო სასიამოვნო და მე ვიტყოდი, რომ დიპლომატიის ისტორიაში ძალიან ისეთი განსხვავებული და პირველი პრეცედენტი იყო ალბათ, როდესაც ასეთი მაღალი დონის შეხვედრა, ასეთი ფორმები წარიმართა და რა თქმა უნდა, ეს არ იყო თვითონ პროცესისთვის პოზიტიური, თუმცა დღევანდელი სამიტიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ თქვათ, ასევე ჩვენ მოვისმინეთ მარკო რუბიოს და ვოლცის განცხადებები, ხო, ანუ შეგვიძლია თქვათ, რომ ფრთხილი ოპტიმიზმით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამერიკა გააგრძელებს იმ საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელსაც ის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასე ვთქვათ ახორციელებს და სავარაუდოდ დიდი ალბათობით ალბათ ევროპულ პარტნიორებსა და ამერიკელებს შორის ასე ვთქვათ შესაძლებელი გახდება კონსენსუსამდე მისვლა და ამ შეთანხმების ხელმოწერა, რომელიც რეალურად შეაჩერებს ომს უკრაინაში და უკრაინისთვის შესაბამის საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიების მინიჭებასაც უზრუნველყოფს. სწორედ აი ვოლცმაც განაცხადა, რომ და რუბიომაც, რომ ისინი მზად არიან, რომ უკრაინას დაეხმარონ, მაგათი მთავარი ამოცანა არის, რომ თქვათ, პუტინი და ზელენსკი მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასვან და ამ საკითხს ძალიან ასე ვთქვათ, პრაგმატულად ეკიდებიან და იმის დაშვებასაც აკეთებენ, რომ თქვათ, შეიძლება ეს მოლაპარაკებები არ დასრულდეს წარმატებულად და იმ თქვათ, ორივე მხარემ არ მიიღოს ის, რაც მას უნდა. ანუ ნებისმიერი სცენარისთვის მზად არიან, უბრალოდ პირველ ეტაპზე, როგორც მათ განაცხადეს, მაგათთვის თავარი არის, რომ ეს მოლაპარაკებები შედგეს და ორივე მხარე, ასე ვთქვათ, დაждდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და უკვე რა შედეგით დასრულდება ეს მოლაპარაკებები, თქვათ, და რა გაგრძელება ექნება, ეგ უკვე სხვა თემა არის. ბოლო წლების განმავლობაში გულწრფელები რომ ვიყოთ, ხო, ანუ ევროპა ძირითადად იყო ამერიკის უსაფრთხოების ხოლგის იმედად და რაც ასე ვთქვათ, მოშვებული იყო და იმ ყურადღებას არ აქცევდა თავის უსაფრთხოების და თავდაცვის შესაძლებლობებს რეალურად რისი საჭიროებაც იდგა, ხო? 2022 წლის შემდეგ სხვათა შორის ეს აზროვნება მნიშვნელოვნად შეიცვალა უკრაინაში და უკრაინაში და ევროპაში და ევროპული ქვეყნები უკვე სერიოზულად განიხილავდნენ როგორც თქვათ იგივე თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდას, ასევე უკრაინის მხარდაჭერის გაზრდას და თავისი ზოგადად შესაძლებლობების გაძლიერებას. ანუ ევროპაში უკვე კარგად ხედავენ, რომ თუ უკრაინა დაეცემა, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ევროპა დადგება დიდი საფრთხის წინაშე და არანაირი გარანტია არ აქვს ევროპელებს, რომ რუსეთი არ განახორციელებს თავდასხმას მათზე. შესაბამისად, ეს ძალიან კარგად გააზრებულია აქვთ მაგათ და სხვათა შორის ბოლო 2 წლის ტენდენციას რო შევხედოთ იგივე თქვათ ვარშავის საფრთხოების ფორუმს, მიუნხენის საფრთხოების ფორუმს და ყველა თქვათ სამით და ასე შემდეგ, ყველა თანხმდებოდა, რომ საჭირო არის ევროპის უსაფრთხოების და თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება. ერთი მხრივ უნდა მოხდეს თქვათ მაგათი თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდა, მაგრამ მეორე მხრივ უნდა განხორციელდეს დიდი ინვესტიციები მაგათ სამხედრო ინდუსტრიაში, რაც რეალურად ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ დაიწყო. მაგალითად, აი პოლონეთმა, ხო, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მათ გაზარდეს თავისი თავდაცვის ხარჯები, ასევე განახორციელეს ინვესტირება და გაზარდეს, თქვათ, სამხედრო ტექნიკის და ამუნიციის წარმოების ზრდაც. შესაბამისად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რაც არის ევროპას გააზრებული აქვს ეს ყველაფერი, ასევე ევროპის გარეშე რა თქმა უნდა ძალიან რთული იქნება რუსეთის შეკავება, თუმცა ევროპას აქვს ის პოტენციალი, რომ თქვათ, საშუალოვადიან პერსპექტივაში მათ შეძლონ ერთი მხრივ თავისი სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება და მეორე მხრივ უკრაინის, ასე ვთქვათ, ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა. ასევე დღეს ალბათ მოისმენთ თქვენ, რომ ნორვეგიის სუვერენული სიმდიდრის ფონდის, ასე ვთქვათ, ფონდთან დაკავშირებით იყო განხილვები, რომ შესაძლოა ამ ფონდიდან სწორედ გამოიყოს გარკვეული თანხები უკრაინის მხარდაჭერად და იცით, ალბათ ეს ფონდი დაახლოებით 2 ტრილიონ ევრომდე არის და აქ ეს თანხებიც შეიძლება მოხმარდეს უკრაინას. გარკვეული თანხები ამ ფონდიდან. ასევე ჩვენ უნდა გვახსოვდეს რუსული გაყინული აქტივები, რომელიც ევროპის ხელში არის და შეუძლიათ ამ აქტივების გამოყენება და სანქციები. უბრალოდ ეს პროცესი გაცილებით უფრო რთული იქნება ევროპისთვის მარტო, ვიდრე ამერიკისთვის. თუმცა მე არ ვფიქრობ, რომ ამერიკა გადადგა
ეს ნაბიჯი და შეატოვოს ევროპა რუსეთს, იმიტომ რომ ამის ძალიან ბევრი ფაქტორი და ამის ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს. როგორც უკვე აღინიშნა